ორი შეკითხვა მაქვს დაჩნიერი გამაში და მინდა ორივე შეკითხვას პასუხი გავცე ჩემი მუშტებით. ეს არის ერთი წაგება, რომელიც შენთან მაქვს და მეორე კორდავასთან. გახსოვს დამცინოდი? გახსოვს? კი. აზრად მაგან გამოიგო შედეგი წინა წელს. პირველ რაუნდში და მეორე რაუნდში შეცდომას არ დაუშვებო, ეგრევე გეცე რომ თელენერგია შეგატოვო. ოღონ ერთ რაღაც კითხვი იცოდე. 29 აგვისტოსაც მაგარი სიცხე იქნება. რემატჩი, რომელსაც გამას გულშემატკივარი 1 წლის განმავლობაში ელოდა. 93 კილოგრამის მოქმედი ჩემპიონი სლავა მარგიშვილი ქამრის დაცვას ნიკა ბოკელავაძის წინააღმდეგ შეეცდება. ბოიკას კარიერაში ერთადერთი მარცხი სწორედ სლავასთან აქვს. 3 მოგებული რაუნდის მიუხედავად ბოკელავაძემ ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო და გამარჯვება ბრილიანტს დარჩა. ბოიკა დარწმუნებულია, რომ დასანანი მარცხის გამო რევანშის აღებას შეძლებს, თუმცა სლავა ქამრის დათმობას არ აპირებს. პრინციპულ რემატჩამდე მებრძოლები ერთმანეთს გაესაუბრნენ. საომარჩის. მოკლედ, დადგა ეს ხალხისთვის ანაწერი დროს ჩვენი რემატჩის ნახვის. კაი მზადებას გავდივარ. სამჯერე აღარ ვაპირებ შენიცემი თუ დავიღარო. მემზადები 5 რაუნდისთვის. კარგად ვიცი შემზადება ვიდეოებსაც ნახულობდი. ამას შეიძლება მოგვიყვება რა საპირებ. ცოტა დიდი მეჩვენები მასაში და წვიმის დაკრება როგორ მიდის, მზადება როგორ მიდის. მოკლედ რა შეეხება შემზადებას, შენთან ბრძოლაში ერთი სირთულე არის ჩემთვის წონის კლება და დანარჩენი სირთულეს არაფერი არ წარმოადგენს ჩემთვის. მზადება იდეალურად მიდის, წონასაც დავიკლებ. 93 ჩაგიბარებ და 29-ში შევხვდებით ისე გამას რინგზე. ისეო? ამჯერად საბურავებში არა, ამჯერად რინგზე. ძალიან კარგი. ეს რინგზე ჩემთვის უფრო კაი იქნება, იმიტომ ბაკრიჩკაზე შენ ვეღარ მოახერხებ დაკრინჩვას და ჩემ გადაწვენას იქ და წესების დარღვევით ჩხუბს. და ნახოთ, აბა მე ერთ-ერთი რაც მოსამართებელი მაქვს შენთან ბრძოლაში ეს არის დიხანია, თორე გამოცდილება ბევრად მეტი მაქვს მე შეძენილი, იმიტომ რომ შენ კარგად გახსოვს რომ სულ რაღაც 5 თვიანი მზადებით მე შენ 3 რაუნდში დაგამარცხე. მე-4 რაუნდში მომიგე შენ და აი 5 თვიანი მომზადებით რომ ამ ხარ გამოცდილ კაცს 3 რაუნდს მოგიგებ და გაგადახავ. ეხლა წარმოგინე კიდე ერთი წელი რო დაემატა ჩემი გამოცდილება. უკვე არ ვიცი რა შანსებს ფიქრობ რომ კონდეს. ერთი ისაა რომ ტრადიცია შეიძლება ვეღარ გაგიმეტო როგორც პირველ ჩხუბში. იმიტომ რომ გაგიცანი არ გათვართ ისა, მაგრამ რინგია რა. ჩვენ ვურჩევთ დაზოგვა არ იქნება. ჩემპიონი მოგვინდა ორივეს. ეგა რა, უბრალოდ მეც მინდოდა ისე დამთავრებინა გამას მუშტიკლის კარიერა და ეს გადავსულიყავ MMA-ში, რომ ორი შეკითხვა მაქვს დაჩნიერი გამაში და მინდა ორივე შეკითხვას პასუხი გავცე ჩემი მუშტებით. ეს არის ერთი წაგება, რომელიც შენთან მაქვს და მეორე კორდავასთან. და ზუსტად ამიტომ მაქვს გადაბმული ეს აგვისტო-სექტემბერი და ძალიან მაგრები მზადები მე ამისთვის, რომ ეს ორი ჩხუბი მოვიგო და ლეგენდა სტატუსით გავიდე აქედან. რომდე თავშემოკრავ და მე წაგებული არ გამოვა ლეგენდან. მაგრამ იცოდე დიდი პატივისცემა ჩემგან. ანალოგიურად ჩემგან. კარგი კაცი ხარ, სამაგერითო კაცი ხარ. რინგზე ავართ, თავს არ დავზოგავ რინგზე. შიშვენიხებით რა თქმა უნდა ვერაპარაკეთ არ გამოვა, იმიტომ ვერ გავიმეტებთ ერთმანეთს, სპორტული არ არის. ამიტომაც იყო ჩვენ ახამდე არც გვიჩხუბია. კენტოსებით კიდე გაგიმეტებ რინგზე. მაშინ მე იმას გეტყვი, რომ საბურავებში ეხეწეღან. მაგრამ შენ იცი მგონი თუ რავი გაგებული გაქვს, რამ სადღაც 7-8 წელი რინგზე ვჩხუბობდი მე და ჩემთვის უფრო კომფორტულია რინგი. და მაგას 29-ში განახი. ნახოთ მე რინგზე ვიჩხუბე და ძალიან გამოცდილება გააქვს, მაგრამ რაღაც გამოცდილება მივიღე რინგზე. სხვადასხვა საბურავს პირველად მიშოვნია მე რინგი, უფრო გამიმარტივდა იქ ბრძოლა და მე ვეჩვე კიდევას. თან გამას რინგზე მე ორი ბრძოლა ჩავატარე რინგზე. შენ ჯერ არც ერთი შეგიტარებია, მე უფრო დიდი გამოცდილება მაქვს. მსგავს რინგზე ჩავატარე მეც ორი ბრძოლა. ორი თვის მანძილზე განმავლობაში. გავსინგი ეგრე ტრენაჟერებზეც გასიკაცო. ახალ წოლებს შეჯიბრებია არ ვიცი. ნახოთ რა, ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს მიღებული ახლა. არ მგონია რაღაცა შესაძლებელი დაგიტოვა. მაგრამ ახლა პირველ რაუნდში და მეორე რაუნდში შეცდომას არ დაუშვებო, ეგრევე გეცე რომ თელენერგია შეგატოვო. ენერგიის გადანაწილებას ვისწავლე. დატვირთვა როგორ უნდა გავაკეთო, თავი როგორ უნდა შევხურდე პირველი ორი რაუნდი, ისა ყველაფერი ნასწავლი მაქვს. როგორც შენ მომიდექი პირველ ჩუბში, პირველი 2-3 რაუნდი აქეთ-იქ დადიოდი და მე-4-ში წამოხვედი თელენერგიით. ეგრე ყველაფერი მე შევითვისე. მე პირველი წამინდა რომ ერთ ენერგიას ვდებ, მაგითო პირველ რაუნდში ვიღრები ამ ხედა მასალ პირველი წამინდა გავხურე ბერძო გეცემი ხოლმე და მოგეთ ყველაფერს ნაფიქრი მაქვს, გამოსწორებული მაქვს, გამოცდილებას ძალიან დამატებული მაქვს, დატყმები გასწორებული მაქვს, იმასთან შედარებით და ჩვენ შარშავი ვჩხუბეთ.
აი ხან კეფაში გიქნებდი, ხან ხარში გიქნებდი. ეხლა ყაბაც კარგად შემუშავებული მაგ და ღვიძლიც ორივეს უნდა გავუფრთხილდე. ორივე ამტანი მაქვს, ღვიძლის და ყბაც. ღვიძლი იმდენად არა, მაგრამ ყბა ამტანი მაქვს. ნახოთ. მე თუ ნახე ორივე ძალიან ამტანი მაქვს. ოღონ ერთ რაღაც კითხვი იცოდე. 29 აგვისტოსაც ძალიან მაგარი სიცხე იქნება. წინა ივლისშიც ხო მაგარი სიცხე იყო, მაგრამ ხო დაიღალე. ეხლა აგვისტოში კომპანიები წამოვიდა თუ რატომ ნახე? არა, ხო დაიღალე წინაზე. წინაზე უბრალოდ უკვე ეხლა დაიღალე დამიჯერე. სპორტულად ვაფშე არ ცხოვრობდი. ეხლა კიდე რაღაცებზე უარი ვთქვი, მოვიკელი, მაშინ ჩვენ ჩხუბის დღესაც 5 ღერი სიგარეტი მოვწე, ენერგეტიკულ სავდი, кайფობდი და ამ სიცხეში უბრალოდ ფილტვი ჩამეკეტა და ვეღარ სუნთქავდი და მაგით ვეღარ ვიდექი. ნახავდი რომ პროსტა თვალებში გადამოყრილი მქონდა, მაგრამ ისე გებრძოლებოდი, იმიტომ რომ აი მაგარი ვაჟკაცი გული მაქვს ისევე როგორც შენ და ბორომდე ვიბრძვით ორივე და მაგიტო იყო რომ მაგიტო არის ზუსტად რომ იმენა ბორომდე, მაგრამ ეხლა გამოვასწორე ზუსტად, მოვუმატე მე დიხანიას, ყველაფერს უარის ვთქვი ძალიან ბევრ ამაზე მოვიკერე და თავი მაგ გადადებული, იმიტომ რომ ეს ჩემი დასაწყისი ამ სპორტული კარიერის მინდა ძალიან მაგრა გავაგზავნო და ეს კამონის აღება ჩემთვის ყოველ დასაწყისი იქნება და შენთან კორტოვას რომ გასწრებით, მე ვაპირებ MMA-შიც გადავიდე და მინდა რომ ყველგან კამონები ავიღო მოგრეთ რა. არსად ამ წასაგებად რასაც არ გავალ, უბრალოდ თავ შევაკრავ. სანამ ჩვენ ბრძოლა მოვა, ახალქალაქ შეპირებ გაგრძელებას? ეხლა დღეს ჩამოვიდა ახალქალაქიდან ზუსტად პოლიდან face to face-ისთვის. ეხლა 3 დღე შედებით თბილისში რაღაც საქმე მასწავლებელი, მე მიდივარ ფოჩში. პაციენტთან ვაპირებ ჩასვლას, 3 დღე ერთად წავივალიჩებ და მე ისე ახალქალაქში ვაპირებ დაბრუნებას. ან თბილისში ვაპირებ მომზადებას? არა, ახალქალაქში თებში რომ ფილტვები სრულიად გავიწმინდო, ეს ნიკოტინი რაც მიღებული მაქვს ამოდი. წეული შანსი არ გაიწმინდა. არა უშავს, იმდენს მაინც გავიწმინო 5 რაუნდი რომ კარგად ისო მქონდა, გავკაჩვ. მე-6 რაუნდი თუ დაგვიმატა, მე-6 რაუნდი არ დაემატება ჩვენ ბრძოლას. ნახოთ. 5 რაუნდამდე არ მივა. შენ არ ფიქრო რომ მე 5 რაუნდში რამეს მიზაო. შენ თუ ფიქრობ რომ შენ დავარდები ბაზარი რა? არა, მე არ დავარდები. მე სხვა რაღაც ვიძახ. შენ იძახი რომ გაგთიშოო. გათიშვით. ხო, ანუ ვადანძელს მოგიგებოთ. ანუ 5 რაუნდი არც ერთი ბრძოლა არ მივა ჩვენი ბრძოლა, იმიტომ მეც იგივეს გიპირებ შენ. შენც იგივეს მიპირებ დარწმუნებული ვარ. ნახოთ, მე მაინც მზად ვიქნები 5 რაუნდისთვის და იმდეს ვიუჩებ რომ აი და აღნიშნე. ხო, მაგრამ შენიც როგორი ამტანი ვარ? მე ვნახე შენი ამტანობა. გათიშვა ჩვენთან აი ესე 100% ვერ იტყვი რომ მე შეება დავარდეს. იმიტომ რომ ჩვენი ბრძოლას ნახეთ, მე ოდიხანია მოვიმატო და ბოლომდე ესე ვიბრძოლოთ, ვფიქრობ რომ 5 რაუნდი შეება გაგრძელდეს. და როგორც მოხდა უკვე ნოზაძეს და ბადოშორის მე-6 რაუნდი დაემატა, ვაპირებ მაგისთვის მე მზად ვიყო და ბოლომდე დღეს 4-ჯერ ვარჯიშობ, ადრე კვირაში 3-ჯერ ვარჯიშობდი და ისე გეჩხუბე 3 დღე ვსვდი და 3 დღე ვარჯიშობდი, ეხლა კვირაში კი არა, დღეს 4-ჯერ ვარჯიშობ მე დანაირი. თით 2-ს გადავირიბენ, მე აუზე ვარჯიშობ ცურვაში, ხელები რო კარგად გავიმაგრო, მე ესე დარბაში, მე ესე აუზე, აი სულ იმენა ვარჯიში ვარ. მე 6 რაუნდისთვის მზად ვიქნები ისე გავაკეთე. მაშინ ბევრი სებილები მოგიწევს. ძალიან ბევრი ვარჯიშობ. გამცინოდი? გახსოვს? კი. ზუსტად მაგან გამოიგო შედეგი წინა წელს. ამიტომ გირჩევ. ეგან დაზამოვიდა, ეცენის ბოლოს ეცენიესო, მაგრამ ეს ბოლო ჯერ არ მოახლოვებულა, ეხლა მოდის ეგ ბოლო 29-ში. ნახოთ. ეხლა რა მაინტერესებს კიდე ეხლა მე გვისაუბრე ბევრი რაღაცა მაქვს შეცვლილი, გამოცემა მიღებული, შენა შეცვალე, ჩვენი ბრძოლები. სიმართლე გითხრა ბევრი არაფერი. უბრალოდ წინ წასვლა და ჩეხაობა. ეგ იქნება ჩემი მიზანი რა 29-ში. შენ თუ ეგ შეცდომა დაუშვიდა ჩემთან ეგრე წამოხვედი. არა, ტექნიკურად ვიძახი, მაგრამ ეს იმას არ ვიძახი, აი გიჟური ჩეხაობა რასაც ქვია. მე ჩემს სტილს გეუბნები რა. უბრალოდ მე ეგ იმიტომ გადავწყვიტე, მირჩევნია ეგრე წავაგო შენთან, ვიდრე ისე დაგიდგე და ისე იმიტომ რომ ვითომ ხალხი თulis რომ ეგ ბრძოლა არ უნდა გაეჩერებინათ. მაგრამ ეხლა ჩეხაობაში აყვები, ოღონ შენ ჩეხაობაში არა. ჩემ ჩეხაობას დავიყვან, ჩემებურს რა. და მაგას ვიძახი რა. უბრალოდ ხალხი აღნიშნავს იმას, რომ საჯს არ უნდა გაეჩერებინა მე-4 რაუნდში. მაგრამ უყურე ხალხი მაგას ხალხი მას აღნიშნავს, რომ უბრალოდ შენ არ ბრძოლობდი, ჭიდაობდი. ხო. შენ თქო მაგის გამოსწორება გინდა ხალხს დაანახო, რომ ზოგადად შეგიძლია. ხალხიც ბევრი იძახის კომენტარებში ნახე, რომ ესე არ უნდა გაეჩერებინა, მაგრამ უყურე, როცა პროფესიონალურად თუ დგები სპორტს, ერთ რაუნდში 3 ნოკდაუნს, აი 3-ჯერ რო გააჩერებს მებრძოლი ბრძოლას, მსაჯი ვალდებულია გააჩეროს. ეგრე წესები ვიცი მე. წესები ეგრე, მაგრამ ბევრმა არ იცის რა ხალხმა და მინდა რომ იცოდეს ეს ხალხმა, რომ ესია საერთოდ საბრძოლო ხელოვნება. როცა რაუნდში 2-3 ნოკდაუნს იღებს მებრძოლი, თან მით უმეტეს როცა ეხა სიტუაცია არ მოხვედრია დარტყმა, მაგრამ აი
დიხანის გამო. საჯი თulis რომ ანუ უფრო ანუ შენ გიფრთხილდება ის, მებრძოლს უფრთხილდება ისო, რა არის როგორც მაგალითად გუკასიანის მაგალითი ავიღოთ რა. იქ გაბრაზებული ყორინგზე უსმოთ, მაგრამ მე ვიდეო ჩაწერა ის რომ სწორად მოიქცემ საჯი რომ გააჩერა ბრძოლა. იმიტომ ისო მებრძოლს გაუფრთხილდა. აი ხა ისინი ჩვენ ვართ სპორტსმენები რა. და ხა იმის გამო ხა თავი დავიზიანოთ რაღაცა, ჯობია ერთი ჩხუბი წააგო და სიტყვაზე ერთი წელი გავოთ რაღაც მე სიტყვაზე რევანში ეღო ეგრე მირჩემ. ანუ იცი რომ შეხავში ამ ყოლ წააგებ. რაღაცა ოჩენ დაფიქსირეთ რომ წააგებ. არა, ზოგადად ვიძახი მე, ზოგადად ვსაუბრობ. ზოგადად სპორტზე ვსაუბრობ და სპორტსმენებზე ვსაუბრობ, მე შენთან არ წავაგებ. ჩეხაობაში. აი შენ თუ მაგის პრობლემას მაძლევ დისტანციაზე და კრინჩობასა დამიწყებ და ახლოს დისტანციაზე ჩხუბს დამიწყებ. არა, დისტანციაზე, უყურე მე რას ვიძახი. მაშინ დღეშოთში აღარ ვივარჯიშე, ბავშვების უკურაში სამჯერ ვორჩების გაგრა ხო? მე ჩემ ჩეხაობას წავიყვან მეთქი რა, მაგას ვიძახი. მე არ ვიძახი რომ აი შემოვალეს წინ დაგიდგები და ეს უბრალოდ ჩემ ზელკიდურებს გამოვიყენებ და შორიდან გეჩეხავებ. მე ტაისონი თუ შემოვალე და ნახოთ. გენა ის მოკლე შანწები განახო შეიძლება ტყუპი ის. მე მანახე არ არის პრობლემა. უბრალოდ ორი რაუნდის მერე იმდენად ნელა იქნებ ხელს, იმდენად ნელა, რომ აი ცალ-თვალით შემიძლია დავინახო შენ რა მოძრაობას. ეგ იმიტომ რომ მე აღნიშნე პირველი რაუნდში, პირველივე წამიდან იმ ხე ენერგიას ვდებდი, რომ სამნერდებოდი და ფეხიც ვეღარ ვიდექი. მაგრამ ახლა ენერგიების გადანაწილებაც ვისწავლე, აი სწორი ვარჯიშიც ვისწავლე, რაც მთავარია. არ ვიცი შენ რის იმედი გაქვს. შენ აი მე გეტყვი ჩვენ ჩხუბს ახლა 29-ში დაიწყო ჩხუბი და შენ ანუ იმდენად გაქვს ანუ სულში ეს აი წინ წასვლა და ჩეხობა ეგრევე წინ წამოხვალ ეგრევე. ხო, ეგ უეჭვენ. ხო და პირველი მეორე აი ყველაზე მეტ მეორე რაუნდი და დაიღლები მაგას გეუბნები. არ დავიღლები. მაშინ რავი არ ვიცი, ნახოთ მაშინ. მე ეგრე წარმომიდგენია ჩვენი ჩხუბი. შეიძლება 5 რაუნდში მივიდეს, მაგრამ როგორც წინაზე დაიღალე, შეიძლება იმაზე მეტად დაიღალო. შენ თუ მე გამიკაჩე და თან თათმანებით უფრო ადვილია. მიქრა მე თუ შენ თუ ის ხელთვალის მეც მივიჩვია. არა მიჩვევაზე მიჩვევით ახლა მეც მივიჩვია წლებთან. მეც კენტუსები იმიტომ უფრო მაწყობსო არ მინდა ხრიზისი ტრამა მივიღო, იმიტომ ერთ თვეშივე ჩხუბი მაქვს მე კორტავასთან რა. და იქ მედია კორტავას მე დავითახებ მე შიშველ მუშტებზე. ახლა ვიცი ვეჭვი ამას ნახავ და თუ გამბედაობა გეყოფა შიშველ მუშტებზე მეჩხუბი. და ნახოთ ვინ არის ყველაზე მაგარი გამაში. და მაგას ნახოთ 29-ში. რა მე სათქმელი არაფერი აღარ მაქვს და რავი დანარჩენი 29 აგვისტომ გადაწყვეტეს. მეც დარჩე სათქმეს ტრიშტოქზე გეტყვი. ეხლა ასე დავიხარჯოთ. ანუ აბა კაი მზადებას გესურვებ ბუტრამოს, იმედია წონას კლუბი გაგაჩაიროს, წონა ჩაავალები და წონას არ ჩაიხსნები და ბოლომდე მიხვალ ესე როგორც შენ ისევე მე. კაი მზადება და მაგარი ვაშკაცური ბრძოლა ვანახოთ. შეგამოწერებთ როგორ შემოდგინებს. 29 ადლობა გამას.